თვალთვალებთ თუ არა ყოფილი, მოდით ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. უმრავლესობას გვყავს ყოფილი, რომელიც ყოველთვის ინტერესებში გვაქვს ხოლმე. აინტერესებთ თუ არა ისევ, დავავიწყდით თუ ვახსოვართ. მოდი ასე ვთქვათ, ადამიანები ეგოისტები ვართ და თუნდაც ყოფილი სტატუსში მაინც დიდი ცნობის მოყარეობა იჩენს ხოლმე თავს. თქვენი ყოფილი თუ ინტერესდება თქვენით, ეს თემა რომ განვმარტოთ, ნახოთ, ცნობის მოყარეობა მასთანაც დიდია, რა თქმა უნდა. კითხვები თავში უამრავი უტრიალებს. ხართ თუ არა ურთიერთობაში მაგალითად, უკეთესობისკენ შეიცვალეთ თუ არა ვიზუალურად, რაიმე წარმატებას მიაღწიეთ თუ არა, ან პირიქით. თავისთავად ეს ყველაფერი მისი მხრიდან ზუსტადაც რომ თვალთვალით არის განპირობებული. როგორც შეუძლია ინფორმაციას გებულობს, ზოგ შემთხვევაში მესამე პირების მეშვეობით, ზოგი შემთხვევაში სოციალური ქსელების მეშვეობით, რადგან აქ ნახეთ ბევრგან ბლოკი ფიქსირდება. თუმცა რო გგონია მიუწვდომელი ვართ მისთვის, ან ის არის ჩვენთვის მიუწვდომელი, სულაც არა. თუნდაც დაკვირვებული იქნებით, გარშემოც გაგონილი მაინც გექნებათ, მეზიზღება ჩემი ყოფილი, ვერ ვიტან, მაგრამ როცა ის სხვასთან მიდის, მაინც გვხვდება ხო გულზე რაღაცნაირად და ეს არის ზუსტად ადამიანური ეგოიზმი. როგორ გგონიათ მას არ დააინტერესებს, ვისთან ხართ და როგორ ხართ? რა თქმა უნდა აინტერესებს. იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება თქვენ წარმოგიდგენიათ. უბრალოდ მისი რთული ხასიათებიდან გამომდინარე, ვერ შეძლო მან თქვენი შენარჩუნება, ვერც თქვენ მისი. მაგრამ ინტერესი ისევ ძალიან მაღალია. ამ ინტერესის გამოწვევა რითი შეიძლება? ამ ინტერესს იწვევს ის მოგონებები, რომელიც თქვენთან აკავშირებს. და რობოტი ხომ არ არის ახლა ადამიანი მეხსიერებიდან თითის ღილაკზე დაჭერით ესე უბრალოდ წაგშალოთ. ამიტომ კი არის ინფორმირებული ორმხრივი მეთოდით, სოციალური ქსელი და მესამე პირების მეშვეობით არსებული მდგომარეობა, როცა ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას ვგებულობთ. როცა რამე გვაინტერესებს, ნებისმიერ ინფორმაციას მიწიდან ამოვიღებთ. თავისთავად ის ფონს გიქმნით, რომ არ მომეკარო, არ მომიახლოდე, თქვენც ქმნით ამ ფონს, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ინტერესი და ის ცნობის მოყარეობა, რომელიც ყოფილის მხრიდან მოდის, არის ისევ ძალიან მაღალი. წარმატებები, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53 ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.